დაბრუნდით პირდაპირ ეს შეიძლება ნატა და მე მოგესალმებით. მიქშერი არ იყო გახსნილი, ხო? არ იყო ხო გახსნილი მიქშერი. რაზე ფიქრობ? დაფიქრდი ხო? ჩაფიქრდი. მე და ნატა დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. მე შავარამიშვილი ვარ. ჩვენი ყავს. ალო, გამარჯობათ. გამარჯობა შალო. დიახ. კოლსაში. ახლა ის გადაცემა პიროვიჩი, რომ ყველაფერი საუბრის უფლება გაქვს, ხო როგორც ეს? უფლება მიმცეს ეს. რადიოში შეიტარა კაცი. ეგეთი ფორმატია. ხო, წინამაყურებელზე კარგად ვიხალისე. რა? ყავდა მოწონებული. რა? ქალი რო ყავდა მოწონებული. მოწონებული კი არა, გიჟით მიყვარსო. ხო, შენ გიყვარს ვინმე? მაესტრო სანდოვზე, რა. ვიღაც ფიქრობ? ხო. მე ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ეგ თავისთავად, ეგ ისეთია და. მე ვფიქრობ, რომ ვინ დამნაშავე? რა გაინტერესებს კონკრეტულად? ვინ არის დამნაშავე, რატომ, ვის აწყობდა? სააკაშო საწყობდა, დამნაშავე არის დამნაშავე ეროსი კითმაშვილი გამგზავნა ღობაზე, აქედან დაიწყო მთელი ეს პროცესი. რადგან მთელი კოლექტივი, მთელი ჟურნალისტური კოლექტივი არის აკითხარეს დამნაშავე ჭალებში, ჭალების გარშე გამოდის ეროსის მხარე. ეს არის ჩემი ძალიან მოკლე რეზუმე შეფასება ამ მიმართულების. შევფიქრობ, რომ ის შესაძლებლობით იყო ყველაფერი. আমি ვფიქრობ, რომ მისაღებდა, ამის შემდგომ არ იყო ყველაფერი მოლაპარაკება ერთ-ერთზე, მაგრამ შემდეგ უკვე თამაში ჩაერთო, ან ემზადებოდა თამაში ჩაერთო. რა, ბავშვობიდან მოყოლებული, გიყურებ ხოლმე და დარდუღავად დაწყებული და ყოველთვის ეთანხმება ჩემი და შენი აზრი ერთმანეთს. აი ზუსტად ეგრე ვფიქრობ მე. ერთი გააკეთა რაღაც უაზრობა და მე მოვიდა პატრული და მიხვდა რომ შეიძლება ესარგებლოთ ამით და უბრალოდ ჩაერიდე და მგონია ხა ეს მიშასთან შესაძლოა ყოფილი. ხო, თუმცა ახლა როსი ძალიან სულდღეშია და რაღაც სხვა გზაც არ აქვს. სტაბილურობა შეძახო ხოლმე დიალოგი. სხვათა შორის ძალიან საეჭვია, ოსის აქამდეც უკვე საეჭვია იყო, მაგრამ საეჭვია პოლიტიკური პერსპექტივები, იმიტომ რომ ეხლა როსი რა თქმა უნდა. ეხლა ბიზნეს პერსპექტივები საეჭვია ძალიან. ხო, ბიზნესი პოლიტიკური პერსპექტივები ძალიან საეჭვია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ყველას არ მოსწონს კითმაშვილი, ყველას. პოლიტიკური საეჭვო კი აღარ არის ეროსისთვის. ეს ზუსტად ვიცი რომ არ არის. კაი, ვიმაგო. და თუმცა რომ ვიღაცებს კიდევ მოსწონს და რაღაც, იმაგო რომ დარეკენ გამოხატა შენი აზრი 2-406-460 409-460 2-409-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. მესამე ჭიქა ყავს, შენ არ გინდა ყავა? სვამ. აბა მაჩენე. მაგარ ეგ ჭიქა. თერმოსი ჭიქა. ხო, რა არ მეშება, ხო? ხო, უფრო ინახავს სითბოს. მართლა? სახლიდან მოიტანე? ხო, ნადრევერი. ჭიქა კი არა, ყავა. ყავა არა აქ იყო. აქ იყო? შეუშვი ისე გინდა, აი. ჩემი ძველი შინახული ყავა. მართლა? გადანახული მქონდა და აი გამომადგა ეხლა. აი ბედია რომ მიყიდიან ეგ ჭიქას. და დაიზონებენ ყავის მოდუღებით. შეველი ყავს, ალო? ალო. როგორ ხართ? ის ჩაუწიეთ რა იმას, მარტო არა, ახლოს ვზირა ტელევიზორს. ხო, ჩაუწიეთ ტელევიზორს საერთოდ, და გაიგონოთ ხმას ტელეფონში. კი ბატონო. გესმით? ციტა კი მესმის. სამი და გითხრათ, რომ აი თქვენს გაზმურებაზე ახლა რო გითხრათ, რომ აღწევანებული ვარ, ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ეს ის თემაა, რომელიც ნამდვილად ამაზე პედალირება სასაცილოა. სადაც ნინად კრეალაშვილი გმირია, იმიტომ რომ ერთი ბილეთი სოხუმამდე და რაღაც აღიარეს არ ვიცი რაც, ეს გაზმორება გაიზმორეს რაობა, როგორც გინდა ისეთი რომ გადაცემა. კათოლიკური მადლენს გადაძლევს უფლებას, იმიტომ რომ გადაცემა იმპროვიზირებულია, აბა ბიზნესის თავზე პირველი არხი ჟურნალისტი იყო და პირველი კლასელი ისე წაიკითხა ის თავის რაღაც გაზეტირებული ტექსტი და მედიის ჟურნალისტმა ხო საერთოდ გადაიჯოქრა ყველას. აი ეგეთი იყავი როგორიც ხარ და პედალირება ისიც რასე გააკეთე და ციხეში იძოქით თქვენ და იქ რომ უნდა დაგეწერათ შეწყალება და არ გაწერეთ და ის წლები რა წლების თქვენ გაატარეთ აი ამაზე აკეთებ და რა გიზმარობდი მაშინ მაგრამ
მაგრამ უზმერებოდი ცილას მოგვიყვებოდი და აი ეგეთ რაღაც გაცეთკებს რო აკეთებენ ვითომ თავიანთის არ მოეწონა ადამიანს დააკირე იმედია ხტუნაოსი კალატეჟიშვილი კიდე ვიღაცები არიან ერთამაში და გადაწყვეტი ისე ვინია დაავადება გადაწყვეტი არ არის სწორი მაგრამ უბრალოდ ადამიანები არ არიან მიჩვეული განმეორებას ეთერში არიან ადამიანები კონსერვატიული ადამიანები შეძახი რა თქმა უნდა ცვლილებება რომ ეს არ მოსწონდეთ დიდი მადლობა გამიგმერებოდი ისლამელობით მაგრამ ფაქტურებით კი რა და რაღაც ვიკებები ხო და აქედან სანამ დავიჭედები მანამდე ვიგმერები მადლობა 2-4-9 ჩვენ ტელეფონში ნომერი გაზმერება მაგარი იყო ობები აჟიოტაჟი გამოიწვია სატელევიზიო სივრცეში ხო ხედავ კი თემასავით აკორდო თემა შეიძლება თუ არა გაზმერება პირდაპირ ეთერში თუ გაზმერება დამთხნარება ვასაძო დამთხნარება გაზმერება არა ზოგადად აი ნებისმიერ არის ესეთი გადაცემები რომელსაც შეიძლება დაამთხნარო არც ერთ თემას რო განიხილავენ რომელიც საერთოდ არ გაინტერესებს ხო ყოფილა ეგეთი კი როგორად ძალიან ხშირად კი ბატონო ალო გამარჯობა თქვენელი ყავს ალო გამარჯობა ძალიან კიდევშიდებით ბატონჩემო ნუ დეერება ბატონჩემო მე სახელი მე რაგი მე გისმენთ ისე პრობლემა საქციო და ალმორიზა სხვა რაღაცის მაგრამ მე მივასწავლე და გასის მომესწრებს მეორე მოსწრებს ой ძამაგარი იყო და ეს არის ალბათ დიდი თემა რა ამიტომ ეს ყოველ მეშინავიძეს და ეს ყოფილებაში შეგია ბაბა რა თქვა დაგემართა ეგეთი რაღაცა არა ეს დაიმეცა მაგრამ მე ამასამდე ვაჟას გასწრაფაში ხარ აი როდესაც ჯოგოლეა კიდე ვაჟა მიფიქრა ხო რამდენიმე თვე მე სპანჯი გაიხსნა და მიფიქრე ვარდიქი ეს მომენტია მოსწოს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმის არ იღებს მე არ სპეციალისტი მარკეტინგის მაგრამ საინტერესო იქნება იმის და ეს საკითხი საერთოდ რა არის ამას აქში სიმაღლის გადაცემის ანატომია როგორი არსებობს რეგულარული სპეციალისტი მაგრამ უყურს თექნოლოგია და არის განრისხული რომ მოსწონდეს სხვა და საკითხი დასრულდეს შეიძლება ეს გადაიმებში და პასუხიც სპეციალური ვაჟას ზოგადად შეიძლება მოსწონდეს სხვა გენათრებული არის ცოდის რომ პირდაპირ ეუბნება რომ მოსწონდეს და მაგრამ არა იქნებ შემთხვევაში არ ეუბნება რომ მიყვარს არა აქ თქვა რომ მიყვარს კარგი იმანე დიდი მადლობა შენ შეგიყვარდეს ვიღაც ისე აქ მაგო ყავდეს და ვიღაც შეგიყვარდეს ხო შეიძლება მე თორ შეიძლება კი არა არ შეიძლება ეგეთი რაღაცები ხოც ჩვენ ქართულ მამაკაცები კი ვითომ თავისუფლება ერთი მეორე მაგრამ როცა შემოსასეხება უკვე მაინც აბარა აი გამოგატყუს მაგრამ ჩვენ ყავს კიდევ სვენელი არა გამარჯობათ მოგესალმებით ის მოგესალმებით თქვენ სახელი მედიკო გამარჯობათ მედიკო იცით რა მე იმ დროს ცხოვრობდი როდესაც ნონიშვილი თითქმის ყოველ დღე ტელევიზორში ლექსებს ამბობდა და რადიოშიც და ძალიან მიყვარდა და მომწონდა და მეგონა სულ ასე გავიდოდა ჩემი დრო რომ მას მოვსმენდი და არასდროს არ დავინტერესებულ ვარ მის ლექსის წაკითხვაზე და მე ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველა ჩემო კარქოდა ერთი ორ სტრიქონს გეხვი ამიტომ ყველას მოუდგება ყველას ხო და ჩვენ პრეზიდენტს უპირველეს ლექსი ვიცი მაგრამ აიცით რომელი ვერ მეაწონებ კარგ ხმასა რაც არ უჯდება ჭკვაში ხო და კიდე ერთი ლექსი მოვისმინე რადიო ობიექტივში და იმით ვიცოდი ეს ლექსი და ძალიან მომწონდა მაგრამ ახლა არის იმის დრო რომ წავიკითხო აბარა წავიკითხე შეიძლება მიტრუკი ცუდი სიტყვა ხო ჩვენ ასე რომ ფიქრობდით თუმცა მიტრუკი ყოფილა ვირის შვილი უბრალოდ ვირის შვილს ხმარობ ჩვენ ვირის შვილს არ ხო აი მიტრუკი მუტრუკობს
დედა ყოლია ჟირიო კაცი ბეჩავის მჩაგურავი სადგაგონილა გმირიო აი ეს ორი სტოფი ძალიან კარგია გაიგე ავიდა კარგი შეუპერიდე ყველასა მილიონდები ერიდე კაც გაიძვერა ნილასა ოღონდ ვაშკაცი ვარგოდეს რა უშავს ჩოხის ძველასა მაგოდი აი ეს პოეზიის საღამო ხიჩარის პაიმანი გახსოვს ლექსი ჰა კი იქ ძალიან საინტერესოა უყურე ტრამბალ გამოგედევნე შემოვამტრიე გზები ტრიალი მცხეთას უნტრიე საპეტურები ვლეწე ტაძრები კებაპტრიანი მაგრამ თვითონაც დაილეწება დაბადებულა ვინც კი ხიჩაღად მუზარადიან შენქმარ შემოხვდი თავი შუაზე გადამიჩეხა ანუ მოდი მოუხიე ხელი ჭრილობას ვეღარ აღხედავს ისკით ვიცლები როგორ საძროხე ქვაფსო ხშირი ქართლის ხეობებს აზდის ნისლები მოდი გეძახი 1000 წლის მერე დამცროს ელვამ შენი ტანისა ვარდის ფუსტობის ნიშანი არის და დრო ახალი პაემარისა აი ეს ვანსამთქვა რომ ჩემი საყვარელი ლექსია რატო გიყვარს ეს ლექსი ვაშკაცური ლექსია ხო არის კი აი ეს არის შენი ტუჩები ისე ტკბილია როგორც ბადაგი დადუღებისას ძალიან მაგარია კი აი გოგრალენძო გენიალური პოეტი იყო შენ მოგზონს შეიძლება ალო გამარჯობა ისმენთ მოგესალმებით კონგრესში მე კარგია უკვე რომ სტუდიის რო არ არის რაღაც საჭმის ზადები და რაღაც ეს ძალიან სკიპებდა რომ იყოს მაგრამ არაფერი არ არის საჭმის ჭამა ვიცი მაგრამ ზანზადები არ კარტოფილი არ შემეწვია არასოდეს და კვერცხი კიდე მე რაღაც ძალიან იმაში პრესავდი თავიდან ყოველ შემთხვევაში მაგდოს ცოტა კარგი რატო იცი რომ მე ცოტა გამოიწვთობა რა არა რაღაც ძალიან რესტორანში ყავს ხოხტები და ცოტა ისეთ არა ეხლა ნახე რაღაცა ვიტყვის კიდე რაღაცა ცოტა გამიჟებს აი დაუვედე კარგად იყავს ხო კარგი გოგოა ისე შენი შერაკუა გიორგი რამდენი ხარ უბრალო აი კარგი გოგო კარგი მიჩი დარეკინე ტელეფონი დაგაიკოს მე ხა შენ გაგაბედნიერო და შეიშვიდა დაინა ხელს რა მოძრაობებს აქვს საჭმის კეთება იცი ხა რეკლამა დაუწიოთ რესა იმამ კარგად ხო მოვიდა რაღაცა მამაკაც მოვილი რამე რო იყოს რა ვიცი ალბათ კი არ დაიხია ხო ბავშვები გიყვარს გიჟდები ბავშვებზე კარგებული არის სიმპათიურია საჭმის კეთება მეტი რა უნდა twins არ გულგავ ხო რა ვიცი აი ეგ საშინელება ოღონდ twin არ ყველა ცოლი გულგავსო twins-ო მაგრამ ხარისხად გააჩნია რა ყველაზე ძალიან რო ჩაირთება და აღარ გამოირთება twin-ის ბურღი ეგ არ არის ეგ არის ყველაზე დაგუკველი რო იცოდე აი გავითვალისწინე არ გაბურღო არასოდეს სმენელი ყავს ალო 2-409-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ დილით ესეთ გადაცემებს რეკავენ და ან მემაკრიტიკებენ ან გვაქებენ ან ასე შემდეგ და მივიდიოთ ასე ჭაპმას ვწერთ გამარჯობა ალო დიახ გამარჯობა სადა როგორ ახარ იციო მე თქვენ იცავდა ვიცნო საიდან ორტაცალიდანა აჰა გასაგები შეშევიძეთი ხო ერთად ხარ ცოტა რა გაბრალებდნენ რას რაც ხოდა მე აღიარი მაგრამ მაინც არ აღიარი და ერთი წელი მომწევდა იქი დამოგამოვიდა ერთ ხეში გადამაგზავნე საერთოდ კარგია და ეხლა იდე კუტაგერო დაბარები მე ეხლა იმათი მოხერა მაგრამ შესაძლებელი რა და შესაძლებელი მოხერა კი ბატონო ბაცო ორი კუბანოს მოგიტანთ ეხლა ფოტოს მერეო ნაგარაგოს რაიმ ცოტა ხუთარია იწდება შესადა ბაცო საფსოსებს სულა და სუდავანაკიგეთ რა აიგეთი კაიტაცვაფია ცოტა სკუზადა კი ამათოს მაგათი აცოდალ და ატარერა დაგესმარო მაინც მოსაჩვენი იქნება და რა კი კაცო კი ამაჟინიც მე არ მოხდა იქ
არა, ახლა გასწრება, ახლა არავინ არ მოხვედრიყო პოსტი. აი, მადლობა. არა, პოტაკალაში. სხვა რა არის უფრო ცუდი ადგილი. არავინ არ მოხვედრიყო. კაი, მადლობთ. 249-430 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. შეეცოდეთ ნატა ჩემ ხელში. ეს ჟესტი იყო ესეთი. სვენელია. სვენელი. ალო? არ არის სვენელი. ხო და შეეცოდეთ ნატა ჩემ ხელში, მაგრამ მინდა თქვა თუ ჩვენ აქ დაკავებული ვართ ერთი ადამიანს რო ავზარდოთ ჩვენი განაცემით. უკვე ჩვენი მისია იქნება შესრულებული. ალო, გამარჯობა. ალო? ალო? დიახ? შალვე, შემოგარგო. დიახ, გამარჯობა. აი, გიყურებთ ახლა და ვფიქრობ, ანგარებიანი საქმე სულ მუდამ წაგებულია. სადაც ანგარება გაერევა, სადაც პირადული გაერევა, იქ საქვეყნო საქმე კვდება. ამოდენი ხანია სახში ზივარ, გული მისკდება და მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს შევალიე. მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლა იყო. და დიდი ხანია უკვე, რომ ხელი აღარ გამომიღია და ჩემი აზრი და გონი ჩემი საქართველოსის აღარ მომიხმარებია. რატომ იცით? სადაც მე ნიჰილიზმი გამემართა და სადაც მე ესე ჩავჯექი, აი იქ ჩვენ ხალხს რამე თქვენ პედაგოგი ხომ გავზარდები? პედაგოგი არა ვარ, შალვა, მე ვარ პოეტი ლია ბედაშვილი. მოგესალმებით. ხო და შალვა, ჩემო გარგო, აი ხო რა ხდება, რასაც ახლა ჩემი თვალი უყურებს. თქვენ ამ მდგომარეობაშიც ხართ. ესაც ხომ ღალატის და ესაც ხომ ზურგში დანის შედეგია. არის. არის, ჩემო გარგო, არის და რა ხდება ჩვენ თავს? ალალ მართლობა, სიკეთე, ადამიანობა, გასაგებია ეს ჩანს ახლა ჩემგან რაღაც ბელეტრისტიკულ საუბრად. მაგრამ ბელეტრისტიკა არ არის ეს შალვა. ჩვენ პატრიოტული ჩემი აზრით. ჩვენ შევეჩიეთ იმას, შალვა, რომ აუცილებლად რაღაცა კონკრეტულზე უნდა ილაპარაკო, რაღაცაზე ისეთზე უნდა ილაპარაკო და სიყვარულზე, ადამიანზე, სიკეთეზე, ვაჟკაცობაზე, ერთგულებაზე საუბარი უკვე ჩანს თითქოს და სადმისიქით საუბრად. პოსტმოდერნი არის ახლა, ხო გესმით, რა პოსტმოდერნულ ხანაში ეს რაღაცა. და ასე არ არის შალვა. მადლობა, კაბადონია. ძალიან საინტერესო მსმენელები ყავს, ზოგად ფილოსოფიურ ასპექტებს არჩევს, ზოგი კიდე საკუთარ სიყვარულზე გველაპარაკება, დამარულზე, ამით არის კარგი ჩვენი გადაცემა, რომ მრავალფეროვანია. სარია, შენ ის გამოცხადდა. ალო? დიახ. ალო? ხო. ეს მიჩელი. კი. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. ბატონო შალვა. ერთ ლექსს მომიდანო გითხრათ. ვიდი. თიდან. ლომები მოდიან. ურდგელი ასავის გზასა. პარლამენტში ვემოხდები. ნუ დაიწყებ შენ ძმასა. ლომი კუნთებს ოფიცება. არ მოდაკლებ არაფერსა. პარლამენტის შენობაში სულ პონდოსოს დაგიქესა. თიდან მოსულები აირჩიეს პარლამენტში. ლომებმა მეორე დღეს გლები დაიწყეს გერჩი. ხედავ რა უხდით. გლებს მინდრები ჩააბარეს. კბილი გახდეს ყველაფერსა. მინდრები დაასუსხლიანეს. შიტი მარჩას ვერ დაკესავს. თავისი რო არ აკეთნით. საბაჟოს ღარზე გადიან. ვის ღარზე უკაცრავად? საბაჟოს ღარზე გადიან. საბაჟოს. საზარზე მომდა ბატონებსა. თავის შვილებთან გზავნიან. სასოფლო სამეურნეო პრეზიდენტი ალაბიდან. უთვალთვალებს ყველაფერსა. მლელი ბატონებს მიუთმევენ.
რა პასუხი გასაცხრებსა? ცხრა ტირილი დაიწეს. ხო? უჩია შევარდესა. შევარდნა. პრეზიდენტი როდესაც მისარგებლოს მეცა. დრომა ჩვენი ქვეყანა. ხო. აღარდება, გამწვანდება. ბულბულის თაში დაჭრილი. კერიას დაუბრუნდება. ხო. გაიხარე. გავიგეთ ყველაფერი ფლორასა და ფაუნას შესახებ. ბულბული თაში დაჭრილი. სხვა შორის მე მოუხევარ იმის, რომ შეიძლება ბევრი არც თუ ისე მაგარი ლექსი დაწეროს ადამიანმა, მაგრამ მაინც უნდა თქვას და მაინც უნდა გამოხატოს ეს, იმიტომ რომ შიგნით დარჩენილი ძეგლი ლექსი გამოუხატავი უფრო დიდ პრობლემებს გულის დამავადებას რაღაც იმას იწვევს. შენ არ წერდი ლექსებს არა? არა, არასდროს არ დამწერე. თავისუფალი თემა დაგწერია? მეგობრობის დღიური შემივსწიეს კომპიუტერში მე 2-4-460 გვაქვს ჩვენ ტელეფონი გვაქვს მენელი ძალიან მშვიდობი გამარჯობა მოგესალმებით სახელი რა ქვიათ? აუ გუშინ გითხარი სახელი თავდედი ვიწყე მაგით ხმამაკ ჩახლეჩი რატო თავდედი რატო ვიწყები? აი კითხე იქ ვინც ტელეფონზე გეტყვით ვინც ვარ გამაბრაზე გუშინ მე გაგაბრაზე? მე ვიღაცა ციცოდეიდან გამაბრაზე კიდე მე რატო გაგაბრაზე? მე პრანჭებიო აბა აი ხო აღარ გეპრანჭები ხმა ჩამეხლიჭ ნახე როგორ ვხროხებ რაღაცნაირად მაინც ვეჩვენაქო მაინც მიგრანჭები ისე იმედზე მინდა გითხრა ერთი წუთი ახალი სახელი რო შეგარქვის იცით ერესიო გამაგრდა მაესტროზე და ეს კოლექტივი და მაესტრო ორი შექმნესო ტატიშვილმა მაესტრო ერესის და თქვენ მაესტრო ორი ხართ ახლა გაცნობებთ ტატიშვილმა თქვა რა არ ვიცი ხო ვინა თქვა ჩართე და მაშინ გადმოგცე თქვენ მიდიგით ახლა შემთხვევით ჩართე იქ არ ჩართო გაკეთე კაი რა შენ სახელი მაინც ახლა სახელს კითხე ასმათი ლიკა ლიკა თუ ლიკა არა ერთი ლიკა აშკარად მიგრანტები ხო აი აშკარად გეპრანჭები ხო კიდე უნდა გაგვანს ხო აი ხო მერეჯი დავრეკავ კიდე ეთერი რომ მორჩება არა მე თეი რომ მორჩება მე გამანძად არ გადმოგცეთ გუშინ კაი ლიკა მე უკვე გაჩნდა უკვე გადაცემის ბაგლოს კაცს კარგად ზამდებოდ 2-4-460 არის ჩვენ ტელეფონის ნომერი ჩვენ სადაც ნახევარსაათში მოვაყოვარებთ ყველაფერს ძვირფასდელი მაყურებლები უკვე დღე საკუთარ უფლებებში შედის ეხლა თბილისში არის 9:25 წუთი ჩვენ ყავს მენელი ალო გამარჯობათ ალო დილან შვიდები მისმენთ გინოცული ძალიან მიხარია თქვენი ეთერი გიყურებ 8 საათიდან და თან ვცდილობ როგორმე დაგიკავშირდეთ რომელიც ძლის ახლა შევძელი მე ვრეკავ გლდანიდან თავა მე 7 მიკროში ვცხოვრობ მე-18 კორპუსში და რაც სააკაშვილი გლდანში იყო მოსული შემდეგ წყალი აქ და ველოდებით რომ როგორმე წყალი მოგვივედა დაემთხვა ერთმანეს და კიდე რაც შეეხება ივანიშვილის ინტერვიუს ეკასთან მე მგონია ეს ივანიშვილის პასუხები არ იყო პასუხები თქვათ ისეთი რომ არ იყო მოსაწონი მაგრამ ეს დამოკიდებული იყო ჟურნალისტზე რომელიც კითხვებს აძლევდა მას ეკამ კიდევ ხოლმე ეკამ ივანიშვილმა ერთად გააკეთეს გადაცემა არატიპური ანუ ისეთ შეკითხვები გასაბაზო რომელსაც სხვა გადაცემაში არ გასცემდა მასობს და მიმდინარე პოლიტიკურ მეურნეობაზე და პოლიტიკურ ამბებზე ნაკლებად ისაუბრა. თუმცა ეს თქვენი განსაცდელია, მოგეწონათ თუ არა, ფაქტია რომ ძალიან ბევრი ადამიანმა ნახა ეს განაცემა. რაც შეეხება შალვა, აუცილებლად წამს მე მაგირო ვიღაც თავრობის წარმომადგენელი გისმენს ალბათ. და იქნებ ვინმე გაიგოს ეს რომ წყალი მოვიდეს. ან მიშა გამოუშვა რამ წყალი, ხო? მიშა ისევ გამოუშვა წყალი დაბრუნდა. არა იყო იმიტომ აღარ აქვს წყალი ახლა. აი, ბამბარდია. დინამიკა 2-4-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. გავაფრენ ახლა ამდენი ყავისმით რა, უკვე რაღაც იცი რა შეიძლება რაღაც გული ძალიან აგიჩქარდეს.
ყავის გამო. კი. იცი? ეს ეგეთში ვარ. ეხლა? არა, საერთოდ. ბევრი ყავა მაგნობელია განთავებით. ჩაიზე ხო არ გადავიდეთ? კი, ძალიან კარგი ჩაი გვაქვს. რა ჩაი გაქვს? აი რო გამოხდა კარგი. ანუ რეკლამა არ გავიწიოთ, ხო? სპიგურაჟნი გაქვს? კექსი გაქვს? კექსი. არა. კექსი შეხარა. აბა მარტო ჩაი რა არის? ბუტერბროდი არა გაქვს? არა. სახლიდან არა გაქვს ბუტერბროდები? არა. ათი წამოიღე. ეხლა ვერ მოვასწარი. წამოიღე ჩემთვის ერთი ყველის ბუტერბროდი. ყველის არა, ძეხვის. ძეხვის არა. ჯემი, პავიდლოიანი ჯემი. კარგი. იმი ჯემი, რა ქვია, ის ჯემი კაი, გარგარის ჯემი, არის ძალიან მაგარი. გარგარის ჯემი. პავიდლოა ჯემი ეგრევე ვიცი. გარგარის არის ბუძეფუმშვადია, გარგრის თუ გარგარის. გარგრის ჯემი არის კარგი, დილით. ვაშლის პოვიდლო არის კარგი, ძალიან მაგარია. კარაკი, ეგა. იშ. დამახვედრებ ხომ მოიტან? ვინც არ მოიტანოს? არ ვიცი კი არა მოიტანე. ჩვენ ყავს მომელი, ალო? ალო? ყავს? ყავს მე ჩუმადარი, ალო? მარა ყავს ესე კი არ უნდა. დუმილის აქმა აქ მიცემული. 4-4-60 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ჩვენ მოვუწყებთ რადიო მაესტროს ეთერიდან 94.7 არის ჩვენი რადიო. გადავართ ტელევიზიითაც მაესტროთი. ალო, გამარჯობათ. ტირამშვიდობის. ესმენ გენაცვალე. მინდა გითხრათ, რომ ამ პერიპეტიებმა თქვენთვის კარგი კვალიტეტო დაამჩნია. რასთან დაკავშირებით CNN-ის ფორმატის შეცვალეთ და რაღაც ცოტა სახალისოდ შეგაქვთ რაც მე მგონი დაეთქვა ხა თქვენ ხედავთ რამდენი ხალხი გირეკავს ნემალო რაზე გავდივართ რეკლამები არ აქვს ხო आज გვექნება თუ ასე გავაგზავნე მე თუ ვიზმორე ეთერში მოიტანს აქ რეკლამას პრომო ეთერში თქვენი დროით მაესტრო სტუდია GNS-ი წარმოგიდგენთ თუ გაინტერესებს რა ხდება შენს გარშემო თუ გჭირდება მეტი ინფორმაცია ნაციონალების ანგარიშზე გადარიცხული აქვთ 20-ობას მმართველი ნაციონალური სახით 14 მილიონი ლარი. მილადობის მოწყობაც თვითმმართველობის არჩევნებისათვის გააკალეს. ჩვენი რეპორტაჟები ჩვენი რეალური ცხოვრების შესახებ. რატო დამკვიდრდი? უკან დამკვიდრდი და რატო დამკვიდრდი? ყოველ კვირას. საღამოს 9 საათზე. უშინაც მოვიდა გამოგებენდა და ის რამდენიმე საათში მათ მთავარი პროკურატურის თანამშრომლები ერთ-ერთ რესტორანში აკავებენ. კვირის რეპორტაჟი. ინვესტორზე როგორც საუბრიდან ჩანს, სასოფლო ფუნქცია. დაახლოებით ღამის 2 საათზე X პეტრასმა შევიდა და მიწიდან 1,700,000 ევრო ამოიღო. არჩე და ის რასაც სხვაგან ვერ ნახავ. მაესტროზე. ყოველ სამუშაო დღეს. რატომ იყო ვარდების რევოლუციამდელი ბავშვი უფრო ჩამორჩენილი? თქვენ უფრო კარგად გეცოდით საერთოდ მომწონს. ნაციონალური მოძრაობა საერთოდ ასეთია. საღამოს 8 საათზე. ეს ცალკე თემა არის, კი ბატონო. გამოყენებული ბატონო თამაზა წავით. ეხლა პედაგოგეთში ვარ. არ მოგცემთ უფლებას ყოველის თქმის. მაესტროს ეთერში. კი ბატონო. ბატონ დავით. მე არ ველი რაღაც ძალიან პეცული მის. აი რომ მოისმინო რომ ქართველებსაც უნდათ, იქვე თქვა რა თქმა უნდა ამოშალეთო. მედინიერი ხარ რომ გაორი გაგიორბაქეთ გადასახადი. ძალიან ისე. ბაზაშუკი გამორთეთ ნაგავს წერს. კითხვები, რომლებიც იწვევს კამათს. ნაციონალური მოძრაობა უხდიდა ფულს დამეხმარე არჩევნებში. დამეხმარე არჩევნებში არა, გამაყალბებიანი არჩევნები. შენამიწია ექნება. ერთი რეპლიკა ოქრო თუ ყველაფერში ცხვირი ჩაყო, ჩხუბი გარდაუვალია. სწორედ ამ პრინციპით ხავი ჯერჩეული გადაცემაში. პასუხები, რომლებიც იწვევს მსჯელობას. 20% არის პირიქის კლიან ხელისუფლებაში, 80% ოპოზიციაში. სხვა გარემოში და სხვა ვითარებაში რეფორმები განსახორციელებელი აქვს. დებატი აქტუალურ თემებზე. ეს არის ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი. ჩვენ ხასიათში გადაგვივიდათ, უნდა კონფლიქტი. ამ 5 ჰექტარზე. გავიგე გილზი 1 ჰექტარზე. აი,
გამიგებიო. აი ესეთი სიმინდი არ მინახავ დასავლეთ საქართველოს. სადი არის ისეთ ადგილზე წამოეხლა ერთად ვიაროთ ხონში, სანტრედიაში, ბაღდადში. არგუმენტები თეასი ჭინავასთან. უკაცრავად, შენ ავსკით ახლა გადაცემის თემას. სარკოს არხივით და მოედნებზე შეკრებებით აწყდება საქართველოს ტერიტორიული თემა. კონვერგენცია უნდა მოხდეს, ამან ცოტა ამან უნდა და თუ ცოტა ამან. აი ხო ყველაზე კარგი დრო ამისთვის. მე ვარ თეასი ჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. ახალი ამბები თქვენი დროით. გუნდებით პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ დილის გადაცემას, სახელი ქვია რადიოს კაცი, მაგას სახელი ხო? რადიოს კაცი შავა, ამას მოსქვია რადიოს კაცი შავა და თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ ამ გადაცემაში რადიოს კაცში, შეგიძლიათ დაარეკოთ 409-460 ტელეფონის ნომერზე რაღაცაები თქვათ. ყავს ხომ მომილა ნას მე ვიცი, ალო? ალო. იაგის მე. სალო, ლავხაზი ვარ მე. ლავხაზი? ლავხაზი პრობიაშვილი. არც გვარი მწონია სახელი. დიახ. სალო, მე ძალიან კარგად გიცნობ თქვენ. მე. და დიდებულად კიდე ბატონ ნუ აი და ვიცი აი სხვანაირად გამიხარდა რა თქვენი გადაცემა. თქვენ ეხლა შეცვალეთ ფორმატი და ადამიანები დაასვენეთ, იცით? აი ლამაზად მოიგეცით. არა, ხალხი მან სამილიონებია, რა აი დაგაგებია და რადიოს ამჩენებს ლაპარაკია. არ არის ეგრე. და არის იცით, აი ადამიანს ხანდახან ჭირდება ხოლმე შესვენება რა. ამუკაღლონდი, ნუ ჩემი ძალიან ახლობელია და ძალიან სხვანაირად ვიცნობ რა, კაცად ვიცნობ მაგას. მე აი გამიხარდა რომ აი თვითონ სახე შეიცვალა, იცით? აი ნახალოგელმა რო დარეკა. ეხლა მე საბუთალოელი ვარ. კაცმა დარეკა, რომელსაც აინტერესებდა თავისი ცხოვრების ბედი, თავისი რაღაცა აინტერესებდა, თავისი ცოტა სხვა თემა ქონდა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაა ცხოვრებაში, ხო? აი კიდე არსებობს კიდე ერთი რაღაცა რა, აი თქვენ შეძლებთ ის, რომ ადამიანები განმუხტეთ. ხო, აი მაგული სიტუაციიდან გამოიყვანეთ ეხლა ეს. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა, არა უშავს ნორმალური სიტუაციები გვექნება დღის განმავლობაში. 2-406 409 რატო ვერ მახსოვრე? 493. რატო ვერ მახსოვრე? დაგიწერო. ხამიწე აქ დიად გავაკრეთ. დიად გავაკრეთ. არა მარტო ეს არის ჩვენ ძალიან ბევრი სხვა მისიას გვაქვს ამ ნატას ვაწონებ ბიჭებს. თავს ერთ-ერთ მოდავა წლის მოიწონა, ხო? კაი გოგოაო თქვა რა. ბევრი დაგევითვისებები აღმოაჩინეთ ამ გოგოში. ვისაც გინდათ კარგი მეუღლე დაშორს დავიდეთ რა. მაგრამ იმიტომ რომ დიდ განაცხადს რო გააკეთეთ, მე უკან ვიოლად იხევ რა. ვისაც გინდათ კარგი გოგო გოჩი და ნატას გაუშვებთ რადიოდან ჯანდაბას. როგორ გაცემ? მაგათ ჩემ პროდიუსერი და ხის ესეთი გაცემა ხო გავგოთ 11-8 ნომერი. სხვა შეიძლება აქ დავსვათ ხოლმე გათხოვების სურვილი ან ცოლის მოყვანის სურვილი დავსვათ. ხო? კი. ერთი პირველი 20 წუთი. კი. დილით. ძალიან მაგარი დრო არის ამ გაცემის დილა. ხო იგივე და აბერტი ნახოთ ვიყავს ამიშის მოყვანი. ვის მაჭანკა, რადიო მაჭანკარი. და რო ეკითხები, აი თქვენ მაგალითად ქაოს საჭმელს აკეთებთ და ყველაფერს აკეთებთ საჭმელსაც და სხვა რაღაც კი რა თქმა უნდა. განათლებული ბრძანდებით ბავშვები იყო და რაღაც ეგეთი შეკითხვები რა და დაუსვავენ და მე უკვე ისა რა ქვია. საინტერესო ერთი საათი ქალი იჯდა სიმოყარეს მე კაცი და კარგი მოეწონა ეს გოგო. თუ მოეწონა, შეიძლება ეს იდეა არსებობს დილის 8 საათი არ არის იდეალური. სვენელი ყავს, ალო? ალო? მოგეწონა ჩემი განცემის იდეა? ალო? გამარჯობათ ბატონო საუბარ. ხო. ჩემი განაცემის იდეა მოგეწონა დილის 8 საათი. იდეას მომწონს და ძალიან მე ჯერ მინდა გითხრათ ვინმარ. მე გახლავართ პროფესორ გიორგი სასული ავალიშვილი. ის ვინ სასად და გვას არ ამბობს მაპატიეს ბატონო შავა, მაგრამ მე ისეთი ადამიანი ვარ, როდესაც ლაპარაკობ
ალო გიზმენ ეს ეს არაფერს არ ნიშნავს მაგრამ მაინც ადამიანმა სახელი და გვარი უნდა თქვა იმიტომ რომ მე ყოველთვის თქვენ სალვარანიშვილი ხარ ამიტომ მეგობრებო მე ვარ ქეთოვა გიორგი სასული ავალის გიზმენ გიორგენა არა მე მამაჩემი გახდათ თავად ბურთელის სპორტსმენი გიორგი ივანეზე ავალიშვილი ეხლა მე რამე და გითხრათ თქვენ ხართ ძალიან კარგი ადამიანები მაესტრო აწესებს იმას მე მესმის თქვენი ხმა მაგრამ მე მგონი თქვენ ჩემი ხმა გესმით თუ არა მე დაშორებული ვარ ტელევიზიიდან საქმე იმაში არის ბატონო შალვარო როგორც წინა ადამიანმა თქვა უნდა განიმუხტოსო განმუხტა ძალიან კარგია მე ექიმი გახლავართ მაგრამ საქმე იმაშია რომ განმუხტოს არის იმ ქვეყნებში სადაც არის ასეთი საშუალება მაგრამ ჩვენთან ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრიზად ძალიან ბატონო იმდენი ყავადავლია რომ ძალიან ფრიზად კი ბატონო მე ყავადავლია ის ვასაათიდან გისმენთ და როგორღაც გამოვედი ეთერში მე გახლავართ ბატონო ერეკლე მეორე ბაგრატიონის და დარიჯან თადიანიდან მეშვიდე ასე რომ ეს რას ნიშნავს მეშვიდეობაც მეშვიდე ნიშნავს იმას რომ ერეკლე მეორე მესამე სოლო ყავდა დარიჯან თადიანი და მისი სტაუნოვანი გახლავართ ანუ ერეკლე და ვარ მეშვიდე და ქალბატონ მარიამ ბატონიშვილიდან მე პრინცესა ხარ ჩემი ბატონო პრინცესა ბრძანდება არა პრინცესები ბატონო ის ევროპაშია მე გახლავართ ჩვეულებრივი ადამიანი ექიმი და არავითარი პრეტენზია არ აქვს ლექსი იცით არა ლექსი ბევრი ვიცი მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ ილიო ჭავჭავაძე და ქვეყანა იმიტომ კი არ არის უციური რომ ღარიბია არამედ იმიტომ რომ ცოდნე გულგახსნელი და გულანთებული კაცები არ აქვს აი ჩემო კარგო ეს არის ილიო ჭავჭავაძე და კიდევ ერთი ღმერთო მე მოწმინება რომ მოწმინება რომ არ შეცვალო ის ვისი შეცვლაც არ შემიძლია ღმერთო მომეცი ძალა რომ შეცვალო ის ვისი შეცვლაც შემიძლია და გონება რომ განვასხვაო ერთი მეორესაგან აი თუ ჩვენ გვეყოფა გონება რომ მოვიცინოთ ის ვისი შეცვლაც არ შეგვიძლია და ძალა რომ ის შეცვლაც შეგვიძლია მაშინ ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ მაესტროს ამ გამძლეობისთვის ასეთი დიდი თავდადებისთვის ღმერთი გფარავდა თქვენ და სრულიად საქართველოს მადლობა რა მეშვიდემ დაგვირეკა ერეკლე მეორედან შენ რამდენი ხარ იმედან გვარიშვილობა გაქვს აზნაურიშვილი ხარ ბებია ეგ ხო ქართველების სცენია ბებია როგორაც ყავდათ კაი გლეხის გოგო ვარ კაი გოგოებია გლეხის ხალხია ჩვენ გლეხები ვართ 2-409-460 ქალბატონი ქვათაძე მოვიდა ჩვენთან შემოგვიერთდა შენელი ყავს ალო გესმით ჩემი მამეტამზები გამარჯობა ხო გამარჯობა ერთ შეკითხვა რუსთავში რომ შადრევანი კეთდება რუსთავი ცნობილია იმითი რომ წყალი არ აქვს და რეჟიმობენ ორ დღეში ერთხელ აქვს წყალი აი იმ ცხენებიან რა ქვია შადრევანში რა წყალი უნდა ამოვიდეს ხო არ იცი ცირკულაცია იქნება ჩაასხავენ წელიწადში ერთხელ და მე იცირკულირებს ალბათ რა ვიცი ალბათ საერთოდ შეკითხვა ის რომ რუსთავში მართლა წყალი არ არის არ არის წყალი ზუსტად საკუთარი ყავზე კიდე ერთი შეიძლება მაშინ პატარა ლექსა გიკი აბა დაინტერესოა გალაქტიონი გახსოვს რა ქუჩაში რომ დადიოდა მთრალი არა ყინვარზე რომ იდგა და ეწოდებოდა ყველა ვინც ვერ იყურება იმ სიმაღლიდან რა იქიდან გადმოხდა ალბათ მაგრამ ჩვენ ვერ მივხვდით მაგრამ თუ ასე რთულია ეს ყველაფერი რატომ ეპოტინები არის ასეთი ქვეყანა საქართველო რომელიც მეხსიერებაში მაინც თუ არ შეინახეთ გადმოხტება
ავად ყოფს ფანჯრიდან და ვეღარ დავეწერეთ. მადლობა. 249-460-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი. პოეზიის დილა გამოგვივიდა ჩვენ, მაგრამ კარგია ეს. თან იცი რაღაც კარგი წიგნი ვიპოვე ძალიან აქ ის ვის წიგნია ხატოდებს. აქ იყოს სულ აქ რაც ააშენეს ეს შენობა 40 წლის წინ ეს ჩააშენ აქ დადეს და აქ უნდა იყოს რა. ხო 2 წელი აქვს და ეგ წიგნით 2 წელი აქვს. და მაგალითად წიგნია? კი ძალიან. ხო ამ ტურიკასიონ ბასასი იქნება დარჩათ აქ და არ გავატანოთ რა მოვიდნენ აქ არ გავატანოთ რა. ალო გამარჯობათ. გამარჯობა. ხარ ჩაუწიეთ. ხო, თქვენი სახელი? შემო რა მომწერეთ ის? რა ქვია რა? ერლანდი ერეკლე და ლანდი თუ როგორ არის და ერეკლეს ისმენ ამოდობიან მაგარო ჩვენ დავიწყოთ საქმე ჩვენ საკუთარ ვოლუმენზე მივიყვანოთ ხო? იგივე ბოლო უხარით არის საერთოდ ბოლო როდის გიდამატა მარტო არა ხარ, ელან დილიდან მარტო არა ხარ, მეუღლე თუ ვინ არის ეს ციცი? ხო, ჩემი დამახლავს. შენი დაგახლავს. აბა მიდი ხარ სამი, გზავრო? ხო. სამი ხარ. აი ყველაფერი გამომიძე. კახეთში ხო არ მიდიხარ, კახეთში. ქუთაისში შემოვა. სადაც ხარ ახლა? გავდივარ ბუდისტან გადაგრა. აი და ზარი და გამიხარდა სადაც. იქა რა ქვია, ზღაპარში მაგარი საკეფო ადგილია და აპირებს? მაგის გული ვერ გაკეთება. ხო, მაგარი საკეიფოა ძალიან. ამან დიდი მაგარი კითხე რა შემიძლია. აი ბოლო როდის არის ხერხება? კარგი, გასაგებია, აუცილებლად. 249-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. მადარებეშეს ბრახტიენტაბილის მაგარი ლექსია. ორთქმავალის ტვენს, შენ კითხულობ ტვენს, გადააგდევის, გაიხედე წინ. ბუჩქშარფით ბოლს ორთქმავალი ფენს და გაისმის თან, რა წინ. ასკლოვანი ხე გაუპია მეხს, ქორი მიაქვს ქარს, რაღაც მიაქვს ქორს. შეგვიძლია ჩვენ გზაზე გავყვეთ გლეხს, მიზრუნვას და ფიქს, უბოლოდ შორს. აი გარის პოეზია ძმაო. როცა რაღაც ისეთ ერთ შეხედვით ორთქმავალის დაძრიდან უკვე აკეთებ პოეზიას. თვითნაირად ფრინდება, ეგ ძალიან მაგარია. ხარ თვითნაირად ნაჟდომი? არა. ხო, აი რო ფრინდება და რო უკვე მოსწდება რკინის ფრინველი. მიწას მაგდოსაც რაღაც პოეტური აღმაფრენა გიყვებს. რო აჯარჯაყდება, ხო, შენ ხა დაინახე კარგი და კეთილი და არა ჯარჯაყი. კუკუზნიკი თუ დაფრინავ და იმეთი რა ქვია, აეროსტატი თუ კი არა და რაღაც დაძრეულ თვითნაირად კი არ კადრობები ქართულ ავიაკომპანიას არენდობი. კარგია. სვენელი, ალო? ალო? დიახ. შავა გამარჯობა. გესალმები. ზედორი მათემატიკოსი გიგავს. ორი შენიშნავ ფერმას თეორემა ორი არა მართლა მაინტერესებს ხუმის გარეშე არა პოლგარის თეორემა გაანტისა გაწევეთი ეხლა ხო? და ფერმა დარჩა ის ხო? მოგილისთან მათემატიკოსის უმაღლესი პრემიები უარი მარტივ რიცხვებზე ფერმას თეორემა ფერმას თეორემა რა გაიგო პოლგარის თეორემა გაანტისა მომისმის ხო ორი შენიშნავ რა კი რომ ძალიან გავრცელებული ისაა შეცდომა თქვენი ციფრი არ არის გამოსახველი იმისა ხია რაოდენობის ციფრი არის 100 წელი მოიგენ ხამდე ხო? კი. და რიცხვი რიცხვი ესა? არა გასავალა. რიცხვი და ძალიან და პირველ და მეორე აბსოლუტური ნოლესობა მაგასო გური რომ აი უძიესობა აბსოლუტური ნოლესობა არის 50 + 1 ისე ნოლესობა ხო 50 + 1 აბსოლუტური არის ესე ნახევარზე 1/11. კი ბატონო. თუმცა მაგამაი დიდი უმრავლესობა თქვი გესმის უდიდესი უმრავლესობა თქვი რა საკონსტიტუციო უმრავლესობა არა საკონსტიტუციო უმრავლესობა 70%-ზე მეტია ხო მაგრამ არა აბსოლუტური უმრავლესობა არის ნახევარი + 1 რაღაცის ეხლა სადასწავლეთ თქვენ? რა? ასწავლეთ სადმე?
არა, ლაპტოპზე ვიხანი. პენსიაზე ხარ? კი. ისე მე კიდე უნივერსიტეტის პირველი გამოშვება, გამოშვების ტექნიკის სუპერვიზიის პირველი გამოშვება. მუშაობთ გამოშვების ცენტრში, ხო? კიდე ინსტიტუტში მუშაობდი შენ. სად ხარ კიდე ინსტიტუტი, არა? და ვიყავი გამოშვების ცენტრის დირექტორი მერიაში, ეძო. მართლა? რომელ წელს? 91-ამდე. 10 წელი, ხო? მადლობა. გაგაგზავნებოდეთ. მიყვარს, მე ვერ შევძელი გავხდარიყავი ფიზიკოსი და ძალიან მომწონს მიყვარს მათემატიკოსები და ფიზიკოსები. ხოჩი რაღაცას რო ვერ გააკეთებ და მე ოცნება რა. 249-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ანუ გამარჯობათ. გამარჯობა შევა. ალო. გისმის ხო? გიჩევიცი ყავას მიაწევს ექსეპტავი და ალბათ რა ვიცი რომ არ გიყვარს. რატო კარგი? გამეთიშ. მე რაც მიყვარს იმას რომ მივაწვე ეგრე სად არის რაღაცა ისეთი რაღაცას რომ მივაწვე რომ რაც არ გიყვარს. რატო კარგი ლექსები კარგია. არ გინდათ რომ აქვია ლექსები თქვა ხოლმე შიშველი სიმაღლე ლაჟვარდთა ვარსკვლავთა სიმაღლე ზამბახის ხელი გაქვთ ქედივით მაღალი და სწორი ოხ თქვენ თმოს შეშფენის დაფნა და ანდორი ელა და აქსული ატარებს თავის უბხსამოსელს ასეთი სინათლის შუბლი ელა და ვენერა მილოსელს ვითომ ელაძაზე ვიღაც ქალს მიიღნა აშკარა ჩვენ ყავს მენელი ალო გამარჯობა ცოდო გამარჯობა იცი ძალიან გვისწორდებოდა რა ძალიან გვიხარობდა კონხერულობდა ერთი სიმღერა ქონდა თქო კობალიას მოზელილი ცოლემ შიაო კარგი მელოდიაც არის ყველაფერი მაგრამ აღერეთ ხოლმე რა ვიღაც უშლის ძალიან კარგი ხო არც ნორმალი გვაქვს და ეს არის ვაკის პარკის მიშამში გვაქვს ხო რეპერტუარში შეიძლება რო ისა რა ქვია დაამთავრე და კაცის ხათრით ისა გაუშვათ ხო 2-4-460 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ბაძოს სიმღერას აუცილებლად გაუშვებთ მიშამშია კარგი ეგეთი ნაჯახისებური პოეზია და შემოქმედება მიშამშია სახელის ნიშნით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ კიდევ ზარები იმიტომ რომ დაგჭა 5 წუთი კიდე და ორი ზარი მინდა შეიძლება მივიღოთ. ალო, გამარჯობათ. ალო? გაითიშა ტელეფონი? აი, რეკავს, რაღაც უცნაური ზარია. კუ ზარია. რამე ადამიანური ზარი შეიძლება დააყენოთ? ხა. ალო, გამარჯობათ. ალო? გამარჯობათ. ბიზნეს. თქვენი სახელი? ეკა. ასაკი? მორმოდეთ ხათისა ჩემი შავლა და დიდებელი ეხლა იწყება ცხოვრება აბა რა როგორ ჩავწე ტელევიზორ ჩავწე ტელეფონში მისმენთ ჩემო ჩემო შავლა ჩემი ამორჩეული ხარ მორჩანა თავდა მე ვარ თქვენი ამორჩეული შავლა ვინ შავლა ხალხი შემოგარგო ხალხი დაჭერილი ხარ მაისტრო პირდი ვარ ხარ იმანულა თან გაპასებთ აი წაიყვან გამშემართებით ყოველი დილა მადლობა ძალიან მადლობა ძალიან მიხარია ყოველდღე იქნებით ეთერში ჩემთან ერთად იქნებიან ალბათ 460 წინორიანი ეს ორიანები რო შემოვიდეს მაგრამ არ მოვწონს რა სად იყო მაშინ კომუნისტების დროს ორიანები აკრიფავდი პირდაპირ გაფუჭდა ხაგაშვილი რაც გუშვება ხედავთ ალო გამარჯობათ გამარჯობა შალვა მოგესალმებით აბა გითხარით სახელი ვახტანგი ისმენთ ვახტანგ აბა რამე ფიქრობ რაზე უცნობო ვაფშე რაბუნია არა ვიხარია რო ხედავ და ისმენ მამე ასე ვოცნება რამე ვოცნება კოსმოსში გინდათ გაფრენ რამე მაგალითად ძალიან უნდა კოსმოსში გაფრინდე რა მე მინდა რომ მიშა წავიდეს არა მიშა რო წავიდეს ეგ ჩათვალეთ რომ ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა წავა ამასთან წავა ეხლა კოსმოსში გაფრინასთან შედარებით მიშას წასვლა აღსრულებადია უფრო მე მგონი ხო დაი ხალხი ხარ დაი მაგის თქმა მინდოდა იმიტომ დიდი მადლობა კურიერი არის ეგეთი ფილმი და შაჰნაზაროვის ფილმია და იქ ესეთ უცნაური გმირია კურიერი ახალგაზრდა კარგი ტიპია რა და ფილმის ფინალში ყავს ძმაკაცი ესეთი რომელიც ნუ ობლიგატორი ტიპია და მოდის რა ეს ფილმის ფინალში ძალიან ბევრი პერიპეტია გადახდება და
მოდის რა ამ ცხოვრებაზე გულაცრუებული ახალგაზრდა ბიჭი. სიყვარულზეც ყველაფერზე, ბევრი კონფორმიზმს დაინახავს რა. ბევრი მისთვის მიუღებელ რაღაცას დაინახავს ეს ბიჭი ამ თემის ფილმის განმავლობაში და მოდის და დაждდება ეზოში თავის მეგობართან ერთად. და კაკაოძია მიჩნდაო ეტყვის რა, რა ოცნება გაქვს, აბა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა სინამდვილეში. იმიტომ რომ ადამიანს რა ოცნებაც აქვს, ის მიხედვით შეიძლება გამოიცნო ვინ არის. ნუ როგორია. უნდა მიჩნდა პალტო კუპიც ეს ტიპი ეუბნება, უყურებს რა და გაიხდის თავის პალტოს და ნაწილე პალტო იმიშთა ეშტონების ვიდიკამო რა და წამოვა. დაახლოებით ესეთი ვის არის საქმეა. განწყობა მაქვს ხო? ნიშანს დასვლა ოცნება არ არის, იმიტომ რომ ახსულებადია ჯერ ესეთი და აი კოსმოსში გაფრენა მართლა არის ჩემი ოცნება. რა ვიცი, რამდენად დასრულდება. ბოლოს მენელი და მეშტობებით ყველა სამი გამარჯვებათ. დილამშვიდობის ბაზმშალო მოგესალმებით, მშვიდობის დილა მოგცეთქენ და სულიერ საქართველოს. მე მინდა გამოვხატო პოზიცია ჩემი თქვენი ჟურნალისტების კორპუსის მიმართ, მხოლოდ თქვენი ასეთი სწორი პოზიციამ განაპირობა ესე დღეს მაესტრო გაადის და მე ყველას მინდა მადლობა გითხრათ ჩემი მეგობრების, ჩემი თანამოაზრეებისა და იმ ხალხის სახელით, რომელიც ასე ფიქრობს. აგაძანებოდეთ დიდი მადლობა ამ პოზიციისთვის, ხარდაჭერისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს გვაძლევს პირველ რიგში ეს გვაძლევს ჩვენს ძალებს, რა თქმა უნდა, ყავაც. მე გეშტობთ ხვალ გასაძე, მე აქ ვიქნები და მოგესალმებთ ხელს დაიქნეთ ესეიდან. კარგად განებოდეთ მოვაჩეხოდან დატაც დაუქნიე ხელი ხალხს. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. დაი, კარგი.